იგავარაკი, გელი და კრავი. ერთხელ პატარა ბეკეკას დასცხა და წყალი მოსწყურდა. დინარის პირას მიადგა, წყურვილის მოკლა რომ სურდა. თურმე იმავ დროს მახლობლად, საჭირბოროტოდ კრავისა, დაძუნძულებდა პირღია, გელი მსურველი ავისა. უეცრად სუნი რომ ეცა, რადგანს ჭიჭია უყვარდა, გამოიგონა შარები და საცოდავ კრავს მივარდა. შემოუძახა. შე ბრიხვო, აქ როგორ ასვამ წყალსაო, რომ აღარ დასდევ კანონებს და აღარც სამართალსაო. ჩაგიდგამს წინა ფეხები, შიგ ყოფ ტუჩს უწმინდურსაო. წყალს მიმღრევ, აღარად მაგდებ, აღარც კი იბერთ ყურსაო. რა ბრძანებაა ბატონო, რას მერჩით მე საწყალსაო. თქვენ ზევითა ხართ, მე ქვევით, როგორ აგიმღრევთ წყალსაო. მაშმევს ტყუიო, გაჩუმდი, ნუ წაგიგდია ენაო. შავშანწინდელიც კი მახსოვს, შენგან ბრიყული წყენაო. ჯერ ერთი წლისაც არა ვარ, შავშანწინდ როგორ მნახეო. მაშ ძმა ყოფილა ის შენი, მიტომ მიგიგავს სახეო. არც ძმა მყავს ჩემო ხელმწიფევ, ტყუილა რადამდებთ ბრალსაო. შენი მოგვარე ხომ იყო, გადახდა უნდა ვალსაო. მომწყინდა შენი ბღავილი, ხმა ჩაიკმინდე ჩქარაო. შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს, მიზეზად ისიც კმარაო. უთხრა და ზურგზედ მოიდვა, ტყეში წაიღო საწყალი. დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი. მორალი. როცა ძლიერი და ბოროტი ადამიანი სუსტს და უპირისპირდება, სიმართლე ხშირად ვერ იცავს უდანაშაულოს. ასეთი ადამიანი ყოველთვის იპოვის ან გამოიგონებს მიზეს, რათა თავისი ძალა გამოიყენოს და სხვას ავნოს. ამიტომ ამბობენ, დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალაზე კი არა, სამართალსა და კეთილგონიერებაზე უნდა იდგეს ქვეყანა. მეტი იგავარაკების სანახავად გთხოვთ გამოიწეროთ არხი.